მოდი ესეთი გაშლა ვნახოთ მეგობრებო ახლა. როდის გამოვა თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი, თქვენი საყვარელი პიროვნება კონტაქტზე და გამოვა თუ არა საერთოდ. ეს არის თქვენი ერთ-ერთი თხოვნა, რომ გამეკეთებინა ასეთი საერთო გაშლა და ვითვალისწინოთ, რა საფუძველია როგორც ყოველთვის რომელი თემებიც შეიძლება საერთო გაშლად გავაკეთო, ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე და არა პირადზე შემეხმიანეთ პირადში ტელეგრამზე ან აქ შეგიძლიათ მომწეროთ. რაც შეეხება ამ გაშლას, პიროვნებებისთვის, ვინც დაბლოკეთ ან არ ყოფილა ბლოკი, მაგრამ უბრალოდ რაღაცა კონტაქტი არ გაქვთ, დასრულებულია თუ პაუზაა თუ რა არის, ნახოთ, როდის გამოვა ეს პიროვნება და გამოვა თუ არა საერთოდ უახლოეს პერიოდში თქვენთან კონტაქტზე. ვინ ხართ თქვენ იმისთვის, რომ მიხვდეთ, რა თქვენია ეს გაშლა? ვინ ხართ, რა ენერგიებში ხართ ახლა? ხელშეკრულებულ ენერგიაში ხართ ახლა რაღაცნაირად. მომავალს ვერ ხედავთ. გზა საით უნდა განაგრძოთ, გაქვთ თუ არა საერთოდ საშუალება, ვერ ხედავთ თქვენი მენტალობიდან გამომდინარე. რა შეიძლება წინ გელოდებოდეთ ამ ადამიანთან მიმართებაში, საერთოდ ცხოვრებაში რაღაცნაირად ხელშეკრულებული შეიძლება გრძნობთ თქვენ თავს და თქვენი მენტალობა, თქვენი ზრდილობა, თქვენი ოჯახური ტრადიციებით არ გაძლევთ იმის საშუალებას რაღაცნაირად თქვენი ფიქრი, რომ აი ამ ხმლებს გადააბიჯოთ, ეს არის თქვენი ფიქრები, რაც მარწუხში გამყოფებთ, რაც კუთხეში გამყოფებთ და ვერ მოქმედებთ, ასე ვთქვათ, თქვენი სურვილის შესაბამისად. აჩვენებენ, რომ რაღაცა ერთი დიდი პერიოდი დაასრულეთ თქვენ ცხოვრებაში, მაღალი არკანიოს და მე-1 მაღალი არკანი ამოდის სამყარო, რომელიც რაღაცა ერთი პერიოდის დასრულების მომენტია. შეიძლება ზოგიერთებისთვის იყოს ისეც, რომ საზღვარგარეთ იმყოფებით, ან სხვა ტერიტორიაზე იმყოფებით, არა იქ, სადაც ძირითადად საცხოვრებელია თქვენი და სადაც გაიზარდეთ. ემიგრაცია შეიძლება იყოს ასევე კონტაქტი ინტერნეტით ძალიან ხშირი თქვენ ახლობლებთან, მეგობრებთან და ასე შემდეგ. ინტერნეტში ხშირი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და ინტერნეტიდან დანახვა საყვარელი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების და ასე შემდეგ. შანსი გაქვთ ოქროსი ცხოვრებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს თქვენი ფიქრებისგან შებოჭილი მდგომარეობა რაღაცნაირად შეცვალოთ. შანსს და იმედს, ასე ვთქვათ, სამყაროსგან მაინც არ კარგავთ, ვიტყოდი, იმის იმედს, რომ აი ეს ადამიანი იქნება თუ ეს სიტუაცია, რაც გბოჭავთ, რომ შეიცვლება რაღაც პერიოდის შემდეგ უკეთესობისკენ. თუ ატყობთ თქვენზე ეს გაშლა, უყურეთ ბოლომდე, ლაიკები ყველა ვარიანტში არ დაგავიწყოთ, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი ორივე გვერდი. ნახოთ მაშინ თუ თქვენზე ეს გაშლა გამოვა თუ არა საერთოდ ეს ადამიანი კონტაქტზე. კონტაქტზე აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ მას აქვს ტოს თასი, სიყვარულის თასი, რომელიც გადმოდის, ემოციას ვერ იტევს, ეს არის უზომოდ დიდი ემოციები. ფიალა ივსება და გადმოდის, იმდენად დიდი ემოცია აქვს მას თქვენთან მიმართებაში, ეს არის სიყვარულის თასი. ასევე რაღაც პერიოდში შეიძლება განრისხების თასიც, ანუ დადებით და უარყოფით მინუსშიც შეიძლება იყოს, მაგრამ ვინაიდან ეს ფეხზე დგას და არ არის ამოყირავებული და არ არის სხვა კაცთან მიმართებაში ცუდ მდგომარეობაში, ეს არის სიყვარული, სწორედ ის ტალღები, ის გულწრფელი, ბავშვური, ალალური შეგრძნებით სიყვარული, რომელიც თქვენთან მიმართებაში აქვს, თუ შვილი გაკავშირებთ რაღაც პროცენტს, გეტყვით, რომ განსაკუთრებული დიდი, ესე ვთქვათ, წრფელი ტალღები ურტყავს შვილთან მიმართებაში იმისთვის, რომ მის გვერდით იყოს, მისი ღიმილი ნახოს, მისით დატკბეს და ემოციური ფონი ამ ბავშვისგან და ბავშვისგან შვილები თუ გაკავშირებთ მიიღოს, თუ ეს შვილი არ გაკავშირებთ და ოჯახური ვითარება არ ქონიათ, მაშინ ეს არის მისი გულწრფელი ემოცია, რომელიც ეხლა იგრძნო და ჩამოყალიბდა. რაღაცნაირად ახალია ეს წრფელი გრძნობა, რომელიც მასში განახლდას ვერ ვიტყვი, ეხლა უფრო იგრძნო ადამიანმა თუ რაოდენ დიდი ემოცია აქვს თქვენთან მიმართებაში, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული მონატრებითაც, თქვენი რესურსის ნაკლებობის მიღებითაც, საერთოდ თვალს რომ დააკლდით რაღაცნაირად მანძილმა
მანძილი იქნება თუ რაღაცა დროის შეგრძნება იქნება, კიდევ უფრო გაუდიდა გრძნობა თქვენთან მიმართებაში და რაც უფრო დრო გადის, კიდევ უფრო ემატება ეს ემოციური ფონი და გამოსვლით, რასაკვირველია, აუცილებლად გამოვა ემოციურად, ძალიან გულწრფელად, ძალიან ბავშვურად, ძალიან სიყვარულით. ეს იქნება რაღაცა პირველი სიყვარულივით გამოსვლა მთელი თავის არსებით და გრძნობით, რომელიც არის გულწრფელი ტალღა, რომელიც არის გულწრფელი ემოცია, სუფთა ტალღა. აქ არ არის ხედავთ წყალში არანაირი ნაგავი, არანაირი ესეთი ცუდი ემოცია, პირიქით ეს ემოციები მას აგრძნობინებს, რომ მისი გრძნობა თქვენთან მიმართებაში იქნება გულწრფელი. ეს იქნება გამოსვლის მხრივ ყველა ვარიანტში მოვა დღე ამისი. რამდენ ხანში შეიძლება ელოდოთ ამ ადამიანს, როდისთვის გამოვა? რაღაც პერიოდი გაჩვენებული იქნება, ესეთი ძუნწის როლშია ადამიანი და თავის ემოციას და გრძნობას არ გამოხატავს და არ ეცდება რომ შეინახოს თავისთვის ეს თავის გრძნობები და ემოციები. შესაძლებელია კონფლიქტი იყოს თქვენ შორის, იმიტომ რომ ხუთიან ხმალი ყოველთვის კონფლიქტის კარტია, რაღაცა დავის კარტია, შეუთანხმებლობის კარტია, ზავი ვერ მოხდა თქვენ შორის რაღაცა თემასთან მიმართებაში ყოველას თქვენი გაქვთ. ეს არის კარტი, სადაც 5 ადამიანი იქნება თუ რამოდენიმე ადამიანი, ცუდად ენით იქნება, ქცევით იქნება თქვენ ურთიერთობაში, შესაძლებელია რაღაცა თავის წვეთ ცუდ ქმედებებს აწვეთებდა, რამაც კონფლიქტამდე მიგიყვანათ, იქნება ნაწილისთვის, ასევე ნაწილისთვის იქნება უბრალოდ ის, რომ რაღაცა თემასთან დაკავშირებით არც ერთმა არ დათმეთ, არც ერთმა არ წახვედით, ასე ვთქვათ, დაზავებაზე და მოხდა ისე, რომ კონფლიქტი მოხდა, სადაც გამარჯვებული მხარე ამ კარტით არასდროს არ არის ხოლმე. როგორც წესი, ორივე მხარეში იყო გულნატკენობა, მოკლედ აღარ გავაგრძელებ რა და როგორ. გამოსვლის პერიოდი სავარაუდოდ ყველაზე კარგ ვარიანტში იქნება ზოგისთვის 1 საათი და 1 დღეც კი, ზოგისთვის 1 კვირა, 1 თვე და ძალიან გაწელილ პერიოდებს თუ ვიტყვით, შესაძლებელია 1 წლის ვადაზე გაიწელოს ყველაზე ცუდ ვარიანტში. მაგრამ ის რომ ადამიანი გამოვა, ის რომ თქვენ გამარჯვებულად იგრძნობთ ამ ომში, რომელიც თქვენ შორის მოხდა ამ კონფლიქტურ სიტუაციაში და საბოლოო ჯამში თქვენ გამარჯვებულ მეომრად იგრძნობთ თქვენ თავს. ამ ზავის შედეგად, როდესაც ეს ადამიანი გადაწყვიტავს უკვე რომ მოვიდეს და ასე ვთქვათ, შეიძლება გაიხსენოს კიდევაც ის კონფლიქტური სიტუაცია, რამაც თქვენ შორის დაშორიშორება გამოიწვია და რის გამოც მას თავის თავში იყო, თავის სულიერებაში იყო და ინახავდა ამ ემოციას და დიდხანს არ გამოხატავდა თქვენთან მიმართებაში. აქედან გამომდინარეც იყო, რომ რაღაცნაირად ომი ქონდა საკუთარ თავთან, ომი ქონდა თავის ახლობლებთან, თქვათ თუ ვინმე თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. მოკლედ რაღაც სიტუაციებში ბევრი პერიპეტიების და ბევრი ომის გადალახვა მოუწია ამ ადამიანს და საბოლოო ჯამში გადაწყვიტავს, რომ უნდა გაიმარჯვოს ამ რთულ სიტუაციაზე, გაიმარჯვოს კონფლიქტზე, გაიმარჯვოს ვიღაცა მავნე ენის მქონე ადამიანებზე, მავნე არ ვიცი, ადამიანებზე, ვინც პრობლემას გიქმნიდათ ურთიერთობაში და მიხვდება, რომ სიყვარული იმარჯვებს ყველა ვარიანტში, რომ გრძნობა იმარჯვებს, რომ უნდა გაიმარჯვოს მან ყველა ნეგატიურ და დაბალ ვიბრაციაზე და მოვიდეს და ამ გრძნობის შესახებ, ამ ტურთასის შესახებ გაგაგებინოთ და გაგრძნობინოთ, რომ მას თქვენს მიმართ ემოციები აქვს. თქვენ რა უნდა გააკეთოთ, რჩევა რა იქნება თქვენთვის. ვიდრე გამოვა და რომ გამოვა შემდეგ. ვიდრე გამოვა წინიარეთ ცხოვრებაში, თქვენი საჭი თქვენ ხელშია, ესე იგი არც ერთ ვარიანტში არ უნდა მოიხედოთ უკან, არ უნდა დაიწყოთ ტირილი, არ უნდა დაიწყოთ უმოქმედობა, პირიქით მთელი თქვენი ენერგეტიკა უნდა მიმართოთ წინსვლაში, პროგრესში, ეს იქნება თქვენი ყოველდღიურობის, ასე ვთქვათ, დავალებასავით საშინაო, რომ თქვენ ცხოვრებაზე იფიქროთ და წინ წარმართოთ თქვენი ცხოვრება, ხოლო როცა გამოვა, მაშინ რა იქნება თქვენთვის რჩევა. შუთი ამოდის მაღალი არკანი ფული,
ეს არის თქვენი იმპერატორი, თქვენი მომავალი მეუღლე. ან ვიღაცის მეუღლეა ყოველ შემთხვევაში და მაინც მოვა თქვენთან სიყვარულით და ემოციით. ეს არის შუთი და ვარსკვლავი. ორივე არის მერწყულების კარტი, გილოცავთ მერწყულებო. ესე იგი ოცნების ასრულების პერიოდი მოგდით, მაგრამ ცოტა მოგვიანებით და განულებულია ის პრობლემა და დარდი, რაც გქონდათ აქამდე, იმუშავეთ ურთიერთობაზე და თქვენი ოცნების ახდენის პერიოდი მოდის და მოვა ცოტა მოგვიანებით მართალია.